დღევანდელ თემას რაც შეეხება მეგობრებო, ეხან გეუბნეოდით, რომ იმედია მობილიზდებით. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ლექციაზე არა ვართ. შეიძლება ზოგი გვაკრიტიკებდეს და ეს ნაწილი ლექცია უფრო ეგონოთ, მაგრამ არა ვართ ჩვენ ლექციაზე. ეს პრაქტიკა, მეგობრებო, სიტყვის გადაცემის პრაქტიკა არის უძველესი საეკლესიო ტრადიცია, უძველესი მოციქულური დროიდან მოყოლებული. მოციქულები, თუმცა რა თქმა უნდა ეს პრაქტიკა სიტყვის გაზიარებისა, სიტყვის განხილვისა, განსწავლისა იყო ძველი ღვთისმსახურების ნაწილიც, ტაძრის მსახურების ნაწილიც. შემდეგში სინაგოგებში გადავიდა ეს ყველაფერი, სადაც ადამიანები წაიკითხავდნენ კონკრეტულ წერილს, კონკრეტულ გრაგნილს ბიბლიიდან და განმარტავდნენ. აი ამაში შემოიფარგლებოდა სინაგოგის მსახურება და ეკლესიამ, პირველმა ეკლესიამ, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ებრაელთაგან მოქცეული ქრისტიანები იყვნენ, მეგობრებო, როცა მათ დაიწყეს უკვე ტაძრის მიღმა შეკრებები, სანამ ტაძარი იყო, ბიბლიაში ვკითხულობთ საქმემოციქულთა წიგნში, რომ იკრიბებოდნენ ტაძარშიო. და რა თქმა უნდა, მეგობრებო, ის მტრობა, რომელიც შემდეგში ქრისტიანულ ეკლესიასა და ებრაელობას შორის ჩამოვარდა, იუდაიზმს შორის ჩამოვარდა, მეგობრებო, ფაქტიურად, რა თქმა უნდა, ისინი გაძევებული იყვნენ ამის გამო ტაძრიდან და მათ დაიწყეს შეკრებები, როცა დღეს უკვირთ ხოლმე, რატომ არის სახლებში შეკრებები, რატომ არის რაღაც ასეთ შენობებში და ასე შემდეგ. სწორედ იქიდან იღებს ეს ყველაფერი პრაქტიკას და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სიტყვის გადაცემის ნაწილი იყო, სწორედ სიტყვის მსახურების ნაწილი იყო ამ მსახურებაში. ასე რომ მე მინდა რომ თქვენ გთხოვოთ, მობილიზდით, მომართეთ თქვენი გონება, მოიმარჯვეთ მეგობრებო თქვენი საშუალებები, რითაც შეგიძლიათ მოინიშნოთ ის საჭირო პუნქტები თუ ბიბლიური ადგილები. დღევანდელ ქადაგებაში გავხსნით ძალიან აქტუალურ და მნიშვნელოვან თემას, თუ როგორ ახორციელებს ღმერთი თავის მიზნებს ამ სამყაროში და რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში. უნდა გავიმეორო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან აქტუალური საკითხი, როგორ მოქმედებს ღმერთი. როგორ ახორციელებს ღმერთი თავის მიზანს, როგორ ახორციელებს ღმერთი თავის გეგმას, თავის ჩანაფიქრს. არ არის საინტერესო, ჩვენ ლოცულობთ ძვირფასები. რამდენ ადამიანს გაქვთ რაღაცა პირადი ლოცვა, შეიძლება არა ისეთი ძლიერი, მაგრამ მაინც რამდენს გაქვთ პირადი ლოცვები. ლოცულობთ რაღაცისთვის. ლოცულობთ თქვენთვის, ლოცულობთ ქვეყნისთვის, ლოცულობთ გამოღვიძებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, შვილებისთვის, არ ვიცი, აი ნახეთ რა ფართე სპექტრი არის, როცა ვლოცულობთ და რომ ვლოცულობთ, მე რა ხდება, არ ველოდებით რომ რაღაცა მოხდება ჩვენი ლოცვის პასუხად. რა აზრი აქვს ისეთ ლოცვას, სადაც მოლოდინი არ არის რომ ის რისთვისაც ვლოცულობთ, აღსრულდეს, განხორციელდეს. ვინმე ლოცულობთ ასე? რა აზრი აქვს ასეთ ლოცვას? თუ ლოცულობ რომელიმე ადამიანისთვის რომ შერიგდე მასთან, ელოდები რომ შერიგდები მასთან. თუ ლოცულობ რომ სამსახური მიიღო, ელოდები რომ მიიღო სამსახური. სხვანაირად ლოცვას რა აზრი აქვს? სხვანაირად ლოცვას აზრი არ აქვს. ანუ ლოცვა ეს არის მეგობრებო, ჩვენი მოლოდინი, ერთგვარი მოლოდინი, ჩვენი რწმენის განაცხადი იმისა, რაც გვჭირდება უფალი გვიპასუხებს, უფალი გაგვცემს პასუხს. და შეხედეთ, რაც მე ვთქვი, რომ დღევანდელი ქადაგებაში ჩვენ გავხსნით ასეთ თემას, როგორ მოქმედებს ღმერთი, როგორ პასუხობს ამ ლოცვებს ღმერთი. როგორ პასუხობს იმაზე, რომ შენ ლოცულობ, რომ ღმერთო გადაარჩინე ეს ქალაქი. ერთხელ მაინც გილოციათ მეგობრებო, რომ შეეხი ამ ქალაქს გადაარჩინე ეს ქალაქი. მე ყოველთვის ლოცულობ ამას. სადაც კი ვილოცებ, ყოველთვის ლოცულობ. რომ ღმერთი შეეხოს ამ ქალაქს. ღმერთი შეეხოს ამ ერს, ამ ქვეყანას. ეს არ არის მეგობრებო რაღაცა მაღალი სულიერების მაჩვენებელი, ეს არის ელემენტარული, პირდაპირ გეუბნებით, ეს ელემენტარულია. პარადოქსია ქრისტიანს არ სურდეს ეს. პარადოქსია ქრისტიანი არ იღებდეს ამ პასუხისმგებლობას. მაშინ შვილია ქრისტიანი და უშვებთ ამასაც ჩვენ აქ ერთად ვართ თავმოყრილი ჩვილებიც, შეიძლება უფალში მტკიცენიც და შეიძლება ადამიანები, რომლებიც შეიძლება კიდეც აბრკოლებდნენ რაღაცაში ეკლესიას. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს ნორმალური ამბავია. იმიტომ რომ ეკლესია არ არის ფრთიანების საზოგადოება. ეკლესია არ არის ანგელოზების კრებული. ეკლესია არის ადამიანების საზოგადოება, სადაც იმ მოცემულობაში, იმ კონკრეტულ დღეს, დღევანდელი მოცემულობიდან ვიღაცა შეიძლება სულიერად კოჭლობს, ვიღაცა შეიძლება გარკვეულ სტაბილურობაშია სულიერად, ხოლო ვიღაცა შეიძლება ისეთ მდგომარეობაშია, რომ კიდეც აბრკოლებდეს ეკლესიის წინსვლას.
ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ როგორ მოქმედებს ღმერთი, მის მიზნებს როგორ ასრულებს ღმერთი. და ჩვენი ქადაგების სათაური არის ასეთი უფლისთვის საპატიო ჭურჭელი. უფლისთვის საპატიო ჭურჭელი. მიხვედრილი ადამიანი მიხვდებოდა უკვე რომ თუ საუბრობთ იმაზე როგორ ახორციელებს ღმერთი თავის მიზნებს შენი ცხოვრების დონეზე, ქალაქის დონეზე, ქვეყნის დონეზე, სამყაროს დონეზე, ესე იგი სათაურმა უკვე ყველაფერი გვითხრა რომ ჭურჭლით მოქმედებს ღმერთი. ჭურჭლებს იყენებს ღმერთი. და ეს ჭურჭელი არც მეტი და არც ნაკლები არის ადამიანი, ხართ თქვენ. შეგიძლიათ თქვა ამენ? შეგიძლია შენ თავს უწოდო ჭურჭელი? მოგიწევს. მოგიწევთ თქვენ თავებს უწოდოთ ჭურჭელი. მეგობრებო, მე მქონია ცხოვრებაში ასეთი მომენტები, როცა გინდა რომ რაღაც პასუხისმგებლობას გაექცე. ეს ბევრ ქრისტიან ლიდერს დამართნია, ბევრ რწმენის პატრიარქებსაც კი დამართნიათ. რომ იმდენად დიდი იყო პასუხისმგებლობა, გაქცეოდნენ პასუხისმგებლობას. ხშირად ასე ხატავენ, ელიას შეეშინდა. იცით მეგობრებო, იმდენად დიდი იყო წნეხი ამ კაცი, რომელიც ფიქრობდა რომ მარტო იყო მთელი სისტემის წინააღმდეგ. და ჩანდა კიდევაც რომ ასე იყო. ის რომ ღმერთს სადღაცა ყავდა ადამიანები, ელია მამის შესახებ არაფერი არ იცოდა. ღმერთს მოუწია მისთვის ეთქვა რომ ინუგეშე დაწყნარდი მარტო არ ხარ, მე მყავ 7000 კაცი, მაგრამ ელიას დროს, ელიას მომენტში, მისი ბრძოლების მომენტში მის გვერდით არავინ არ იყო. ეს იყო დიდი წნეხი პასუხისმგებლობისა, რომისგანაც გაქცევა მოისურვა ამ კაცმა. და მისი გაქცევა მეგობრებო, სხვაგან სირბილი კი არ იყო, ის ღმერთს ეუნეოდა წამიყვანეს, სიცოცხლე აღარ მინდა. კი ფიქრიათ ამაზე? ადამიანი როცა ამბობს რომ სიცოცხლე აღარ უნდა, როგორ ფიქრობთ? ეს კარგია თუ ცუდი? მე არ ვლაპარაკობ ახლა სადღაცა სასიკვდილო სარეთელზე მიჯაჭვულ, რომელიც იტანჯება და რომელსაც ურჩევნია რომ უფალთან გადავიდეს, ელიას ამის მსგავსი არაფერი არ სჭირდა. გესმით რასაც ვლაპარაკობ, მომყევით, გთხოვთ მომყევით. ამიტომ ხშირად მეგობრებო არის მომენტი, როცა აი თითქოს გვინდა რომ რაღაც პასუხისმგებლობას გავექცეთ. მახსენდება ერთი პატარა ისტორია, მოკლედ მოგიყვებით. ბრიტანეთში მეგობრებო, პოლიციის აკადემიაში გამოცდა ტარდებოდა და ეს გამოცდა იყო დასკვნითი გამოცდა, როცა უკვე ამ სტუდენტებს უნდა მიეღოთ ლიცენზია, პოლიციელის ლიცენზია და მეგობრებო, იცი ძალიან რთული კითხვა იყო ასეთი დაახლოებით, რომ აი წარმოიდგინე ადამიანს ეუნებიან რომ ხარ პოლიციელი, აასრულებ შენს საპოლიციო მოვალეობას და უცებ ხედავ რომ სადღაცა გაზგაყვანილობის მილი აფეთქდა. ესე იგი ერთი მანქანაში აგერ ვიღაცეები სისხლისგან იცლებიან, დახმარება ჭირდებათ, ვიღაცა ქალს აქეთ მხარეს მშობიარობა დაეწყო, იმიტომ რომ ქუჩა გადაიკეტა და ის თურმე საავადმყოფოში მიყავდა და აი აგერ უნდა შვას, აგერ ერთი მანქანა დინარიდან წყალში ჩავარდა, იქ ვიღაცები იხჩობიან და ამ დროს კიდევ აი დაინახე რომ ვიღაცა ძებნილი კრიმინალი, რომელიც მკვლელობისთვის იძებნებოდა, აგერ მოსეირნობს ქუჩაზე და ამ პოლიციელს ეკითხებიან რას იზავო ამ დროს და იფიქრა ერთმა ახალგაზრდა კაცმა და უპასუხა, პოლიციელის ფორმას გავიხდიდიო და ხალხში შევერეოდიო. იმიტომ რომ იმდენად რთული იყო, რა გადაწყვეტილება მიიღო, ამას დაეხმარება, ის ხვდება, იმას დაეხმარა. იცით ეს შეკითხვა სპეციალურად იყო რაღაცა ფორს მაჟორული, რომ ადამიანმა აი პოლიციის მუნდირით მოსიარული ადამიანმა პასუხისმგებლობა აიღოს, რომ ის იმისთვის არის, რომ ყველაფერი გაიღოს და იცით მეგობრებო, ახლა ჩვენ არ გვინდა შეიძლება ცოტა ხანდახან აი ამ სიტუაციების გამო, რაც თუნდაც რამდენიმე დღის უკან ტელევიზიით გავრცელდა სამწუხაროდ ცუდი პოლიციელების ქცევა, შეიძლება გულს გვიტეხავს ხშირ შემთხვევაში და ვეღარ წარმოგვიდგენია რომ ის ადამიანები გმირობებსაც ჩადიან, მაგრამ პრაქტიკაში ასევე ვქონია ადამიანებმა, რომლებსაც სიცოცხლეც კი გაიღეს სხვა ადამიანების გადასარჩენად. ჩვენ ძვირფასებო სიტყვა პასუხისმგებლობა პირველად არ გვესმის ეკლესიის კათედრიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა იღებს პასუხისმგებლობას. ამიტომ ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ეს, რაზეც უნდა ვისაუბროთ. როგორ მოქმედებს ღმერთი, როგორ ახორციელებს ღმერთი თავის მიზნებს. ქრისტიანობაში ამ საკითხზე გვაქვს უკიდურესობები. მაგრამ ნახოთ ახლა ბიბლია რას ასწავლის. უკიდურესობები ყველა სფეროშია. არ არსებობს საკითხი, ჩვენ რო დავსვათ ეგ, იქნება უკიდურესობები. ერთი მხარე, მეორე მხარე და ამ საკითხში როგორ მოქმედებს ღმერთი, როგორ იყენებს ღმერთი ჭურჭლებს, უკიდურესობები არის. მაგრამ ძალიან მარტივად ვიტყვი, ერთი უკიდურესობა დაახლოებით ასეთია, რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა და ის ყველაფერს მიხედავს. მაშინ სიმართლის აზრი არის
აბა რა ჩვენ შეგვიძლია რამე შევცვალოთ ამ სამყაროში ადამიანებს? ჩვენ შეგვიძლია ვინმე ვიხსნათ? ხოლო მეორე უკიდურესობა სწორედ ეს არის, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ჩვენ ვართ ყველაფერი, ჩვენ უნდა ვაკეთოთ ყველაფერი. ეს ორივე გაგება არის უკიდურესობა. ის რომ ღმერთი ყოვლის შემძლეა და ის ყველაფერს მიხედავს, მეგობრებო, არ არის ბოლომდე მართალი. დიახ, ღმერთი ყოვლის შემძლეა და მას შეუძლია ყველაფერს მიხედოს, მაგრამ საოცარი ის არის, რომ მან თავისი მადლით ჩვენ ჩაგვრთო, მეგობრებო, მის საქმეში. ეს არის ფაქტი, ეს არის ჭეშმარიტება. თუ ეს არ იცი, თუ დღეს შენ, მეგობრებო, ხარ ისეთ მდგომარეობაში, რომ ეს არ იცი, ეს ჭეშმარიტება არის ცხოვრების შემცვლელი ჭეშმარიტება, რომ ღმერთმა თავისი მადლით ინება, რომ ჩვენ ვიყოთ ჩართული მის საქმეში. მე და შენ ვიყოთ ჩართული მის საქმეში. იმედია გესმით, რასაც ვამბობ. ანუ უკიდურესობები გასაგებია არსებობს ყველა სფეროში, მაგრამ მთელი ჩვენი მთავარი მიზანი დღეს არის დაგანახოთ რა არის ბიბლიური სურათი. პირველი რასაც წავიკითხავ, ეს არის ეზეკიელის 22 თავის 30 მუხლი. ვეძიებდი მათში კაცს, ზღუდის ამშენებელს, ნაპრალში ჩამდგომს ამ ქვეყნისთვის, ჩემ წინაშე, რათა არ დამეღუპა იგი, მაგრამ ვერ პოვე. ნახეთ, საოცარი კონტექსტია. ეზეკიელის პირით უფალი ამბობს, რომ ის ეძებს კაცს, ზღუდის ამშენებელს, ნაპრალში ჩამდგომს, ეს სიტყვები ნიშნავს შუამდგომლობას. თუ კონტექსტს აიკითხავთ, მეგობრებო, და საჭირო თუნდაც კომენტარიებსაც გამოიყენებთ, ბიბლიის მკვლევარები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის შუამდგომელი ადამიანი, ვინც დადგება. და შეხედეთ, უბრალოდ დავაკვირდით, ნახეთ, ღმერთი ეძებდა ადამიანს, ვინც იმ დროს, იმ გაჭირვებულ ეპოქაში, ის რა სიტუაციაც ისრაელს ედგა, ღმერთი ადამიანს ეძებდა. ნახეთ, ის უკიდურესი გაგება, ღმერთი ძლიერია და მოდი რაღაცა გააკეთოს. ხედავთ როგორ გვტოვებს ხშირად, მეგობრებო, პასიურ მდგომარეობაში. და ამ დროს ღმერთი ფიქრობს, ადამიანს ვეძებ. ადამიანს ვეძებ, ვინც დადგება, ვინც იშუამდგომლებს ჩემს წინაშე, რომ არ დაუღუპო. მაგრამ ვერ პოვეო ასეთი კაცი. სად იყვნენ ასეთი კაცები? რატომ იყვნენ ჩუმად ასეთი კაცები და ქალები, მეგობრებო? ნახეთ როგორი აცთენა არის ძვირფასო ეკლესიაო. ღმერთი ამბობს, ვეძებდი კაცს, თქვენ რა გონიათ, დღეს იმის პასუხად, რასაც შენს ლოცვაში წარმოთქვავ, უფალო შეიწყალე ეს ქალაქი. ეს ლოცვა მიდის ღმერთამდე, მაგრამ ღმერთი საპასუხოდ იწყებს კაცის და ქალის ძებნას, რომლებიც დადგებიან მის წინაშე ამ პასუხისმგებლობით, რომ თურმე ღმერთო, მე შენ ჩამრთე შენ საქმეში. შენ ყოვლის შემძლე ხარ და შენ ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ ჩემი წილი მე უნდა გავაკეთო, უფალო, თურმე. და ვერ პოულობს ის ასეთ ადამიანებს. მე არ ვამბობ, რომ ასე კრიტიკულად ვერ პოულობს, მაგრამ სანამ სურათი ისეთი გვაქვს, რომელიც არ მოგწონს არავის, ესე იგი ღმერთი ვერ პოულობს საკმარის ქალებს და კაცებს, რომლებიც ნაპრალში დგანან, რომლებიც შუამდგომლობენ და რომლებიც მოქმედებენ. აი აქ ერთი საერთოდ ეს საგალობლების დიდი ნაწილი ძვირფასებო, რომელსაც ჩვენ შეგნებულად ვმღერით ეკლესიაში, ჩვენი ხედვა და ჩემი თხოვნა თაყვანისცემის გუნდისადმი ყოველთვის ასეთია, რომ ჩვენ ასე მიგვაჩნია, რომ ტექსტია საკრალური, ტექსტია წმინდა, საგალობლის გიტარა და რამე ინსტრუმენტი კი არ აქცევს, ნელი და ჩქარე კი არ აქცევს მათ წმინდად. ტექსტია წმინდა, იცით? ამიტომ ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როცა მე ამ ტექსტებს ვუყურებ, როცა ამ ტექსტებს ვუსმენ ან მღერი, მეგობრებო, ამაზე კარგი აღიარება, ამაზე კარგი ხადაგება თითქმის არც არსებობს. ერთ-ერთი სიტყვა ერთ-ერთ საგალობელში იყო მომიწოდეო, სადაც შენ გსურს. ჩვენ ღმერთს ვეუნებით მისი სიტყვის თანახმად, ღმერთო, მომიწოდე იქ, სადაც შენ გსურს. მაგრამ ცხოვრებაში, მეგობრებო, ჩვენ ასე გამოვშჭვივით, რომ ღმერთო, გააკეთე ის, რაც მსურს. ძალიან გთხოვთ, დაუკვირდით ამას. ჩვენ მღერით ამას. მომიწოდე ღმერთო, სადაც შენ გსურს. ეს არის აბსოლუტურად ბიბლიური განაცხადი. აბსოლუტურად ბიბლიური განაცხადი. მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, ჩვენი დევიზი დაახლოებით ასე ჟღერს, ის რაც მე მსურს. გავაკეთებ იმას, რაც მე მსურს, გავაკეთებ იმას, რაც მე მჭირდება. ხომ არ გახსენებთ ეს, მეგობრებო, ესაიაში ნათქვამს, რომ ეს ხალხიო ბაგეებითო, მოგეცესო. მაგრამ გული შორს არისო. როგორი აცთენა არის, ხტებით, გიფიქრიათ ამაზე, ქრისტიანებო?
როგორი საშიშია ლეგალიზმი. ლეგალიზმი ეს არის ის რელიგიური მდგომარეობა, რასაც იესო ფარისევლებში განიკითხავდა. და თქვენ გონიათ, რადგანაც ეგრეთ წოდებული დაჯგუფება, ებრაული ფარისეველთა დაჯგუფება აღარ არსებობს, ფარისევლობის პრობლემა არ არის? ის არის, იქნება, იყო. ხვდებით რა არის ფარისევლობა ამ შემთხვევაში? როცა სიტყვით უმტკიცებთ მხოლოდ ღმერთს ერთგულებას, როცა სიტყვით განაცხადების დონეზე. ასე რომ ის ეძებდა და ვერ იპოვა. ესაია 59:16. იხილა რომ არ იყო კაცი და გაოცდა რომ არავინაა შუამდგომელი. ეხლა ამას შეხედეთ. ღმერთის გაოცება, ალბათ ცოტა ვერ წარმოგვიდგენია, ნახეთ. იხილა რომ არ იყო კაცი და გაოცდა. თქვენ რა გონიათ მეგობრებო, ღმერთს რაღაც ემოციური პრობლემა აქვს? რამ გააოცა უფალი? ალბათ იმან, რომ მან გაუცხადა ადამიანებს თუ რა სურდა მას, de facto სიტყვით თანხმობა მიიღო ამ ხალხისგან, იმიტომ რომ ისრაელი ამ თანხმობაში, ამ აღთქმაში იყო ღმერთთან შესული. იფიქრიათ აღთქმა, ხანდახან რო კამათობენ, ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა. მეგობრებო, აღთქმა, ნახეთ, აღთქმა არის პირობაში შესვლა. და ვიღაცას გონია, რომ ახალ აღთქმაში რომ ცხოვრობს, მხოლოდ მადლია და მეტი არაფერი. რამდენი გვაქვს სალაპარაკო ხანდახან, მაგრამ სად ვისაუბროთ, როგორ ვისაუბროთ. ახალი აღთქმა უბრალოდ ახალ პირობაში შესვლა არის, უკეთეს პირობაში შესვლა. უკეთეს ხელშეკრულებაში შევედით ჩვენ უფალთან მეგობრებო, მაგრამ რჩებით აღთქმაში, რჩებით პირობაში. და ღმერთი როცა მოდიოდა თუნდაც ძველ აღთქმაში, იმ ძველი აღთქმის პირობებით მოდიოდა, ხოლო დღეს ახალ აღთქმაში მეგობრებო, ჩვენ ახალი აღთქმის პირობებით ვართ შესულნი, ხვდებით? ჩვენ მხოლოდ ნაყოფები გვინდა ხშირად ახალი აღთქმისა, რომელიც არის ასეთი, რომ ვიქნებით თქვენი ღმერთი, თქვენ იქნებით ჩემი ერი, ეს გვინდა. მაგრამ ეს ავტომატურად ხდება, მეგობრებო? ეს ასე ხდება? ნუ თუ ჩვენ ეს არ გვაკისრებს გარკვეული ტიპის ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს, რომ რადგანაც მისიერი ვართ, ანუ ჩვენ მერე კი არ ხვდებით ჩვენი საქმიდან მისიერი, ღმერთმა მადლით შეგვიწყალა, ყდრები გაგვაცოცხლა, როგორც არიელი ამბობდა, ცოდვილები მიგვიღო და გვიწოდა თავისიერი. ანუ რჩეულები იმის გამო კი არ ხვდებით რომ რაღაცა გავაკეთეთ. ჩვენ უკვე გვეწოდა რჩეულები ღმერთისგან და ეხლა უნდა ვიცხოვროთ მეგობრებო ამის შესაბამისად. როგორ არ ესმით ხშირად ეს ადამიანებს. ამას ეძახიან ხოლმე რაღაცა საქმეებით გადარჩენის რაღაც ნარატივს, რაც აბსურდია საერთოდ ბიბლიური ნონსენსია. გაოცდაო უფალი. გინახავთ ვინმე გაოცებული? ვაიმე ეს რა ვნახე? ემოციური ადამიანები განსაკუთრებით. ემოციურობა ცუდი არ არის. მაგრამ ვისაც ჭარბი ემოციები გაქვთ ხოლმე, ისიც უნდა იცოდეთ რომ მართოთ ემოციები. ემოცია კი არ არის ცუდი და დანაშაული. ემოციის მართვა უნდა ისწავლო. ამიტომ ღმერთი გაოცდა, ეს ემოციის გამოვლინება არის. არ ვიცი რა ფორმით გაოცდა, მაგრამ ბიბლია ამბობს რომ გაოცდა რომ არ იყო კაცი. ეძებდა და არ იყო კაცი. და არავინ იყო შუამდგომელი. მეგობრებო, უბრალოდ იფიქრეთ ძალიან გთხოვთ დღეს. როცა მისი ეკლესია თელს დედამიწაზე გამოვიყენებ კიდე ამ სიტყვას de facto თავის ლოცვებში, თავის საგალობლებში, პრივატულ საუბრებში ამბობს რომ ღმერთო იმოქმედე, ღმერთო გააკეთე, ღმერთო გამოაღვიძე და არ განიხილავს რომ ჭურჭელი იყოს თვითონ. და სიტყვა საპატიო ჭურჭელი სწორედ წმინდა წერილიდან ავიღეთ და აქამდედაც მივალთ აუცილებლად. ახეთ სიტყვები ვეძებდი კაცს, იხილა რომ არ იყო კაცი და გაოცდა. ღმერთი ეძებდა ადამიანს და ეს ძებნა არ არის ასეთი მიხვიდე იქ ეძებო, სადაც არ არის, მეგობრებო. მან ყველაფერი გაგვიცხადა, მან ყველაფერი გვითხრა. ჩვენ გვაქვს ცოდნა, ჩვენ გვაქვს შემეცნება, საკმარისი, მეგობრებო. დამიჯერეთ, მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, საკმარისი სიტყვა იმისთვის და საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ ჩვენ განვიხილავდეთ საკუთარ თავებს, როგორც უფლის ჭურჭლებს, როგორც უფლის საპატიო ჭურჭლებს. და ეს ჰობი არ არის. ეს არ არის ასე ვიღაცა აირჩევს, კარგი, მე ავირჩევ, მოდი.
კაი მე ვიქნები ეგ ჭურჭელი, ხოლო დანარჩენებმა, მე თან ახმა ვარ, მე არ მაქვს პრობლემა, იყოს ეს ჭურჭელი. მეორე და 7:14 და ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, კეთს მოიდრექს, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის და შემოbrunდება თავისი ბოროტი გზიდან, მაშინ მოусმენ ზეციდან ცოდვას მიუტევებ და გამკურნავ მათ მიწას. ეს არის საოცარი აღთქმა, მეგობრებო, ერთ-ერთი ძვირფასი ადგილია ჩემთვის, რომელიც ამ სფეროს პასუხობს. რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ, რა უნდა გააკეთოს ღვთისმშეულმა ხალხმა, რა უნდა გააკეთონ მორწმუნეებმა, რომ მიწასა და ჩვენ ცხოვრობთ, იყოს განკურნებული. ამ სიტყვის არს იმედია უმრავლესობას გესმით. მიწის განკურნებაში, ნიადაგის განკურნებას კი არ გულისხმობ ძვირფასებო. მიწის განკურნებაში გულისხმობ საზოგადოების განკურნებას. მიწის განკურნებაში გულისხმობ სწორედ იმ სენისგან განკურნებას, რაც არის ცოდვის სასიკვდილო სენი. შეხედეთ, მეგობრებო, ვერ ვლაგდებით. რამდენი წელია ვჩხუბობთ? თქვენ ეს რა პოლიტიკა გონიათ და პოლიტიკური განცხადებები? რა გვესაქმება? ან ჩვენ ვინ შეგვეკითხება? ცოდნის დონეზე ეს მრავალ ქრისტიანს უთქვავს, ჩვენ პასტორების შეხვედრები გვაქვს, სხვადასხვა ფორმატები გაგვაჩნია, ვიწყებთ ხოლმე ლოცვებს, განსაკუთრებით როცა გარკვეულად რაღაცა სიტუაციები დაიძაბება, ან არჩევნები მოახლოვდება. ნახეთ, ტრიალებთ. ეს ახალი არ არის, მეგობრებო, თუ ისტორიას გადახედავთ, არაერთი გაუტანლობის ისტორია გვაქვს. გენეტიკასავით გვაქვს, მეგობრებო, ეს ყველაფერი. სადღეგრძელოებში მაგრები ვართ, მოდი პირდაპირ ვთქვათ. წაბძანდით სადმე როცა დაგპატიჟებენ და ნახეთ რა ორომტრიალი და ტრიალი და ჩვენ ასე მოვდივართ, ჩვენ სიყვარულის ხალხი ვართ. მაგრამ მეგობრებო, ეს ჩვენი პრობლემა კი არ არის, ეს კაცობრიობის პრობლემა არის. ეს ცოდვის პრობლემა არის. ქართველებს ასე გონიათ, რომ მარტო ჩვენ ვართ ასეთები, არა ვართ მარტო ჩვენ ასეთები. მიწას განკურნება ჭირდება. მიწას სადაც ცხოვრობთ, განკურნება ჭირდება, ნიადაგს კი არა, საზოგადოებას განკურნება ჭირდება. ცოდვის პრობლემა არის გადასაჭრელი. იესო ქრისტე ჭირდება ამ ერს, მეგობრებო. არა იმ დონეზე, არა ლეგალიზმის დონეზე, არა რელიგიის დონეზე, არაფერს არ შველის, გესმით? არაფერს არ შველის, მეგობრებო. განცხადებები და რაღაც სადღეგრძელოები არ ეხმარება. იესო ქრისტე ჭირდება ადამიანს სინამდვილეში, იესო ჭირდება საზოგადოებას სინამდვილეში. იესო ქრისტე ჭირდება ხელისუფლებას სინამდვილეში, რომ მიწა განიკურნოს. ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია, ტრაგიკული საკითხიც კი არა, როცა ადამიანებს, მეგობრებო, არ უნდათ ამის გაგება და დაჯერება. მიწა განიკურნებაო, თუ ჩემი ხალხი მოიდრიკება, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის, შემოbrunდება. იცი ჩვენ გვჭირდება რაღაცებისგან შემოbrunება, ძვირფასებო და მთელი ჩემი ქადაგება შემდეგი ამაზე იქნება, როგორ უნდა ვიქცე ჭურჭლად, კი მაგრამ რა პირობებია, არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ დაგიძახეს, უბრალოდ ჩაქთეს, მისი მადლით არის ეს ყველაფერი. ლატარიის გათამაშება არ ყოფილა. ლატარიაში არ მოუგიხარ უფალს. ან რომელიღაცა იღბლიანი ბილეთი კი არ შეგხვდა. უბრალოდ ღმერთი მოვიდა და მოგიწვია, ღმერთმა გითხრა, ჩემი მადლით გიწვევ. ჩემი მადლით თანამშრომლობაში გეძახი. და იმასაც უპასუხებ ჩვენს ქადაგებაში, რა მოხდება თუ ადამიანი არ ეხმაურება ამას. რა იქნება თუ ადამიანი არ ეხმაურება. 1 კორინთელების 3:9 ვინაიდან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ. ნახეთ პავლემ რა განაცხადება გააკეთა. ამ კაცის მსახურების ის მომენტები, ის კულმინაციური მომენტები, რაც 2000 წელია, მეგობრებო, კაცობრიობა ყვება, ლაპარაკობს, აღფრთოვანებაში მოყავს ქრისტიანები. გამოცხადებას ეფუძნებოდა. ის მაგარი კაცების კატეგორიაში კი არ გადიოდა, ჩვენ ხო ვიცით ხოლმე გმირი. ნებისმიერი ის გმირი ბიბლია ასე პასუხობს, ჯერ ეს ერთი ნებისმიერი ის გმირი ჩვენი მსგავსი კაცი იყო, თურწმენის გმირებს გულისხმობთ, მეგობრებო. ჩვენი მსგავსი ადამიანები, იაკობმა ასე თქვა. და ერთ-ერთი მათი საფიცარი პერსონა ებრაული საზოგადოებისა ელია იყო და იაკობმა თქვა, ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო. მაგრამ საოცრად იყენებდა მას უფალი. არანაირი მიკერძოება, არანაირი ფავორიტიზმი, რომ მან გადაწყვიტა ეხა ის გოჩა გამოიყენოს და დარიელ ზურგი აქციოს. არავითარ შემთხვევაში, მეგობრებო. ჩვენ ვართ ღმერთის თანამშრომლები. შეგიძლიათ თქვა გაიმეორო ჩემთან ერთად? ჩვენ ვართ ღმერთის თანამშრომლები.
10 კაცმა თქვა ღმერთს მადლობა. არა და ღმერთი რომ ყველას ხედავთ ასე, ვაიმე რო ვთქვა ეხლა ისა, მე იტყვი თუ არ იტყვი, 100 არის ჩართული შენი მრიცხველი. შენ ღმერთის თანამშრომელი ხარ. თუ შენ იესო ქრისტეში ხარ, შენ უკვე ღმერთის თანამშრომელი ხარ. შენ უკვე შუბლზე გაწერია ღმერთის თანამშრომელი. შენ ამით განისჯები. ადამიანებს უკვირთ ხოლმე, რატომ არის ღმერთი მე ასეთი? უკვირთ, აი მეგობრებო, ადამიანებს მოსწონთ ისეთი ღმერთი, აი რომ იღიმის და სულო ხელს უსვავს თავზე ადამიანებს და რამდენი კრიტიკოსი ბიბლიისა აპელირებს ხშირად ამაზე, რამდენი კრიტიკოსი აპელირებს ამ მოიცა თქვენ ხალხს ნუ აშინებთ მეგობრებო, იცით როცა სამჟავროზე ერთი იგავი გვაქვს მათეს 25 თავში, იესო ასეთ რაღაცას ეუნება, რომ გამშორდითო არ გიცნობთო. და ის ასეთ რაღაცას ამბობს, წაართვითო მქონებელსო და წაართვითო უკონელსო რაც აქვსო და მიეცითო მქონებელსო და მოიცა მაგას ხო ისედაც აქვსო. ადამიანები ვერ იგებენ შემდეგში ღვთიურ ლოგიკას. რატომ გააკეთებს ღმერთი ან რატომ აკეთებდა ღმერთი იმას, რასაც აკეთებდა და რატომ გააკეთებს ღმერთი იმას? იმიტომ რომ ჩვენ უგულებელყოფთ მეგობრებო სწორედ იმას, რა იდენტობაც უფალმა მოგცა. რა ბედისწერაც უფალმა განგვისაზღვრა. რამდენი კარიკატურული სურათი არსებობს ეკლესიაში დავდივარ. რამდენი თვითკმაყოფილი ზიხარ შესაძლებელი, არავის არ გეწყინოთ, რომ ეკლესიაში ხო დადიხარ. და ელოდები როდის დაკიდებენ ჯილდოს ამის გამო. მაგრამ აქვე უნდა გითხრათ, კარგ შრებით რომ ეკლესიაში დადიხართ. კარგია რომ ეკლესიაში დადიხართ, მაგრამ აქ არ უნდა ჩერდებოდეთ. მეორე კორინთელთა 5:20 ახლა კი ჩვენ ქრისტეს ელჩები ვართ. თითქოს ღმერთი გევედრებათ ჩვენი მეშვეობით ქრისტეს მაგივრად გევედრებით შეურიგდით ღმერთს. თუ ცოტა არ გეცნოთ ეს ქართულ თარგმანთან შედარებით, მეფე იაკობის თარგმანიდან ავიღე. იმიტომ რომ ქართულში ასეთი სიტყვა არის გამოყენებული ვითომც და ვითომც რაღაცა ილუზიას ქმნის. ვითომც ღმერთი, ანუ აი ვითომ ისა ვარ, ვითომ არა, მეგობრებო, ნახე შემდეგში სხვა და იცით ის თითქოს კიდე სხვა არის, ნახეთ ეს არის მითითება, რომ აი წარმოიდგინე რომ ჩემგან ღმერთი გელაპარაკება. პავლე ამას ამბობს, ელჩები ვართ ღმერთის. იფიქრეთ მეგობრებო. პავლე იყო ელჩი, თქვენ გონიათ ხოლოდ? ნებისმიერი ქრისტიანი განწესებულია იყოს უფლის წარმომადგენელი. მის ოჯახში, იქ სადაც ცხოვრობს. და ჩვენი მეშვეობით ღმერთს უნდა რომ ელაპარაკოს ხალხს. ჩვენი მეშვეობით ღმერთს სურს რომ ეს შერიგების მსახურება განხორციელდეს. გახსოვთ კიდევ კორინთელებში წერია რომ მან მოგვანდო შერიგების მსახურებაო. ჩვენი მეშვეობით, თქვენი მეშვეობით. სანამ ამ პასუხისმგებლობას არ აიღებ, ვერ გადადგავ ნაბიჯებს. სარგებელს ვერ მოიტან. სანამ ამ პასუხისმგებლობას თვალს არ გაუსწორებ და არ გადადგავ ამ ნაბიჯებს. ღმერთი ყოვლის შემძლეა და ვინმეს დახმარება ნამდვილად არ ჭირდება, მაგრამ მან თავისი მადლით ჩაგვთო მის საქმეში. მეგობრებო, ეს უკიდურესობის ის პასუხი არის, ერთი პასუხი ასეთია, ღმერთი ყოვლის შემძლეა, მას არავის დახმარება, მაინც ის იქნება, რაც მას უნდა. მოგისმენიათ, შეიძლება გითხოვს კიდევაც სადღაც. ოღონდ ჩვენი თავი გამოვრიცხოთ სადღაცა. ოღონდ ჩვენი მონაწილეობა გამოვრიცხოთ სადღაცა. ღმერთი მიხედავს, იმიტომ რომ ყოვლის შემძლეა. ღმერთი გადაარჩენს, ღმერთი იხსნის. ღმერთი გააკეთებს. მეგობრებო, ეს პასიური მდგომარეობა, შეხედეთ, რატომ არის ახლა ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პასიური მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში ამით არის გამოწვეული, რომ მთელი პასუხისმგებლობა ღმერთს დავაკისრეთ. ეხლა ვიღაცა იტყვის, რატომ არის ზმაო ეს უკიდურესობა, განა ბიბლიური არ არის, მოიცათ მეგობრებო, კი, გავს ეს ყველაფერი ბიბლიურ ნარატივს. გავს ეს ყველაფერი, მაგრამ იქ სადაც ღმერთი მართლაც არის ყოვლის შემძლე, რომ მას მართლაც ყველაფერი შეუძლია ძვირფასებო, ნახეთ, თუ ადამიანის გამოხმაურება შესაბამისი არ არის. გეკითხებით, შეუძლია ღმერთს იხსნას? აი ამაზე რამხელა პოლემიკებია ატეხილი, როგორ კაცო? ანდა შეუძლია, ნახეთ, ადამიანი გადარჩა და აღარ დაიღუპებაო. იფიქრეთ ამაზე, ადამიანს აქვს ნება. ეს ასე იყო და ასე იქნება, ადამიანს ნება არასოდეს არ წაერთმევა, ძვირფასებო. თუ ადამიანი ხვალ გადაწყვიტავს, რომ აღარ უნდა, თუ ადამიანი ხვალ გადაწყვიტავს, რომ აღარ სურს იესო, ეჭვი შეიტანა მასში,
და უნდა რომ განდგეს, ის ამას გააკეთებს. ღმერთი კმაყოფილი იქნება, არა, ის ცდილობს, ის ლაპარაკობს, ის მოქმედებს, მაგრამ თუ ადამიანს სურს, მეგობრებო, თუ ადამიანი გადაწყვიტავს და იმახსოვრეთ, ჩვენ არა ვართ თოკებზე ჩამოკიდებული სათამაშოები, რომელსაც ასე გვმართავს ღმერთი, როგორ არ ესმით ხშირად ადამიანებს ეს დიდებული ჭეშმარიტება. ჩვენ რომ არ გვეთქვა, ხო? როგორ გვიხსნიდა ღმერთი გეკითხებით? ნახეთ რა სიბრიყვია ხშირად ადამიანები ტირაჟირებენ ამას, ცნობადი სახეები, არის ერთი ამბავი ატეხილი სოციალური ქსელებით. ჩვენ რომ ხო არ გვეთქვა და თუ ხვალ არას ვიტყვით, მოიცა დღეს რადგან შემიძლია, ხო მეთქვა, ხვალ ვინ წამართვა უფლება რომ არა ვთქვა. თქვენ როგორ მოქმედებთ, მეგობრებო, სადმე აი თქვენი გამოცდილება როგორია, მიდიხარ არასწორი გზით და რაღაცა უცებ ტრანსში ჩავარდი, ღმერთმა შენი გონების პულსს მოკიდა ხელი, შენ გაქთიშა და მოგატრიალა აქეთ და მოდიხარ მე რობოტივით აქეთ. გქონიათ ასეთი გამოცდილება, გამიზიარეთ. რამდენჯერ წამოყარით ფეხი არასწორ გზაზე? ღმერთი რა თქმა უნდა ამ დროს მოქმედებს, ღმერთი ამ დროს რა თქმა უნდა გეძახის. წერილი ამბობს რომ ის აკაკუნებს გულისკარებზე, თუ გაუღებო, შემოვა, იფიქრეთ ამაზე. ეს დიდი სურათია, ეს არ არის მეგობრებო, ასე ვიღაც გამოუცდელი ადამიანების სალაპარაკო თემა, მხოლოდ აღთოვანებული რო უკრავენ ხოლმე ხშირად ქრისტიანები ტარს მერე. თუ კარს გააღებ, შემოვა. გახსოვთ ის ცნობილი გამოთქმა, როცა ის ისტორია, როცა ერთ-ერთმა მხატვარმა დახატა ეს იესოს კართან კაკუნი და კრიტიკოსმა რომ გააკრიტიკა სახელური რატო არ აქვსო კარსო? ეგ რა კარიაო, გარედან გამორჩაო ეს ნახატი არ არისო სრულფასოვანი ამ კაცმა თქვა, კარებს რომელსაც იესო აკაკუნებს, მხოლოდ შიგნიდან აქვს საკეთი გასაღები. ის იმიტომ აკაკუნებს რომ ადამიანმა უნდა დართოს ნება და შევიდეს მის ცხოვრებაში. ის არასოდეს მეგობრებო ძალმომრეობით არ აკეთებს ამას. ჩვენ ვართ ელჩები, წარმომადგენლები, უნდა გავწიოთ ელჩობა. ჩვენი მეშვეობით მეგობრებო ღმერთმა უნდა ილაპარაკოს. და ჩვენი მეშვეობით ღმერთთან შერიგებაში უნდა მოვიდნენ ადამიანები. ჩვენ მადლით ჩავხვდო ღმერთმა მის საქმეში. ის არა მხოლოდ ჩვენში მოქმედებს, არამედ სურს იმოქმედოს ჩვენი მეშვეობითაც. მოინიშნეთ ეს განცხადება. ჩვენ გვინდა რომ ის ჩვენში მოქმედებდეს. ჩვენი ლოცვები ასეთია: შემეხე, გამკურნე, დამეხმარე, სამსახური მიშოვნე, დამეხმარე. კარგია, ილოცეთ, არ გაჩერდეთ. მაგრამ მეგობრებო, ნახეთ, მას სურს ჩვენი მეშვეობით იმოქმედოს ასევე. როგორც სურს და შეუძლია ჩვენში იმოქმედოს, ასე სურს და შეუძლია ჩვენი მეშვეობითაც იმოქმედოს. როგორ შეგიძლიათ ეს განასხვაოთ, ეხლა თქვათ, არა, მას სურს ჩემში იმოქმედოს, ხო, ჩემი მეშვეობით მოქმედება ვერ წარმომიდგენია. კიდევ ერთი ძალიან კარგი განცხადება. ღმერთი მოქმედებს ჩვენი მეშვეობით, მაგრამ არა ჩვენს ნაცვლად. აი ეს გვინდა ის პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერზე ის იყოს პასუხისმგებელი. ერთი ისეთი მაპატიეთ ეხა გლეხურს როცა ვამბობ, იმას კი არ გულისხმობ, რომ გლეხობა ცუდი არის, მაგრამ აი ისე გამოვიყენებ სიტყვის მასაღად, გლეხური ის არსებობდა, რომ ღმერთიო, კაცო, ისავ ადამიანი იხჩობოდაო და მიშველე ღმერთოო და განძრიე ხელი და გეშველებაო. მე ესეთი ნარატივი, ხო იცით, სადღაცა ისეთი ბირჟებზე გაჟღერებული. არა და სინამდვილეში ძვირფასებო, ნახეთ, როცა ჩვენ ერთი ასეთი გამოთქმა არის, რომელიც ამის წინ თქვი ასევე კათედრიდან, თუ გსურს იქ მიხვიდე, სადაც არასდროს ყოფილხარო, იმის კეთება დაიწყე, რაც არასდროს გიკეთებიაო. შეხედეთ, როგორი ბრძნული არის, ადამიანებს უნდათ რაღაც ახალ სიმაღლე დაიპყრონ. მაგრამ ამ ახალი სიმაღლის დასაპყრობად იმის კეთება არის საჭირო, რაც გუშინ არ გიკეთებია. გუშინ რომ გეკეთებია, ამ სიმაღლის ქვევით კი არ იქნებოდი, ამ სიმაღლეზე იქნებოდი. ამ წარმატებაში, ამ მიღწევაში იქნებოდი. გაიგეთ ეს გამოთქმა რა არის? თუ გსურს იქ მიხვიდე, სადაც ჯერ არ ყოფილხარ, თუ გინდა შენი ქორწინება ისეთ ნიშნულზე ავიდე, სადაც ჯერ არ ყოფილა, ის დღევანდელი კაცოკალოთი, ქალოკაცოთი არ გახდება ასეთი. მომყევით, მეგობრებო. მე მინდა განკურნების ნიჭი მქონდეს.
კვირაში ორჯერ ლოცვით ეს ასე არ მოხდება. მე კი მინდა გავსუფთავდე, მაგრამ სუდ წრესთან თუ დისტანცირებული არ იქნები, არ მოხდება. ქრისტიანებო, მომყევით, მომისმინეთ ქრისტიანებო. აუყიათა წრეში თუ აგზელებ ჯდომას, მუდმივად. მთელი შენი წრე თუ უღმერთო საზოგადოება არის. არა და გვეყოლება ასეთნი, მეგობრებო, ჩვენ ანგელოზების ოფისებში ვერ ვიმუშავებთ. აი რატომ გეპატიჟებით მეტი დრო გაატაროთ მორწმუნეებთან, თუნდაც იმ 1 საათ ნახევარი სახლის ჯგუფში, რომ ქრონიკულად არ გინდათ მისვლა, რა წრეში ცხოვრობთ, საინტერესოა, სად ახდენთ კომპენსირებას. ხარი ხართან რომ დააბაო, ქართული ანდაზარი, ფერსად შეიძლება შეიცვლის და ზნესაც მინიმუმ. თქვენ რატომ გონიათ, მეგობრებო, რომ ასეთი მაგრები ხართ, რომ უგულებელყოფთ რა ღვთისშემოთავაზებულ სიტყვას, დაცვას, საზოგადოებას და მაინც ჯიუტად ფიქრობთ, რომ არა, თქვენს ჯვევებს არაფერი საფრთხე არ დაემუქრება. ის ჩვენს ნაცვლად არ მოქმედებს. ჩვენი წილი გვაქვს აკეთებელი ძვირფასებო. კიდევ ვაზუსტებ აქვე, ეს არ არის რაღაცა საქმით გამართლების სწავლება, სისულელია საერთოდ ამაზე ფიქრი, თუ კი ვინმეს ეს აზრი გაუჩნდება. ის ჩვენს ნაცვლად არ მოქმედებს, მეგობრებო. ის ერთხელ იყო, რომელმა ჩვენს ნაცვლად ჯვარზე სიცოცხლე მიიტანა, ძვირფასებო. ის რომ ღმერთი თავის მიზნებს ადამიანების მეშვეობით ახორციელებს, არის ფაქტი და უთხოვარი ჭეშმარიტება. ჩვენ რომ ვიყოთ პირველი თაობა ქრისტიანებისა და არ ვიცოდეთ ბიბლიური ისტორიები, არ ვიცოდეთ ქრისტიანობის დიდებული ისტორია, მაშინ ამ პრინციპის დამტკიცება გაგვიჭირდება, რომ ღმერთი თავის მიზნებს ადამიანის მეშვეობით ახორციელებს, რომ ეს ფაქტი და ჭეშმარიტება არის, ფაქტია და ჭეშმარიტება. ან უпростоრად ჭეშმარიტებაც არის და ფაქტიც არის. იმიტომ თუ გადავხედავთ ისტორიას, თუ გადავხედავთ ქრისტიანობის ისტორიას, თუ გადავხედავთ ისრაელის ისტორიას, ღმერთი თავის მიზნებს ადამიანების მეშვეობით ახორციელებდა, ძვირფასებო. მას შეეძლო ეგვიპტიდან გამოეყვანა ისრაელი, მაგრამ მოსი აირჩია. მას შეეძლო მიდიანის ხელიდან ეხსნა ისრაელი, მაგრამ გედეონი აირჩია და დაჟინებული იყო. დაჟინებულიც იყო ამავ დროს, ისე უნეოდა, მინდა რომ შენ წახვიდე. ესენი არა, ვერ შევძლებ, არ მინდა, სხვა გაუშვი. მაგრამ ხანდახან მეგობრებო, ცეცხლს ვეთამაშებით ქრისტიანები, როცა მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით, როცა ასე ჯიუტობთ. ეს ჩვენი შანსია, მეგობრებო. მომისმინეთ, გთხოვთ, მომისმინეთ. აქეთ ყურადღება, აქეთ ყურადღება. ერთი წუთი, გთხოვთ, ერთი წუთი. შეხედეთ. როგორ ფიქრობთ, მოსე ღმერთისთვის იყო შანსი თუ ღმერთი იყო შანსი მოსესთვის? აი ის მეორე უკიდურესობა, ადამიანი თუ არ იქნება, ღმერთი რას იზავს? წავიკითხავთ ამას, სხვას იპოვის ღმერთი, პრობლემა არ აქვს ამის. მაგრამ ჩვენი ბედისწერა სამუდამოდ შეიცვლება ამის გამო, როცა ჩვენ უარს ვამბობთ. და რა ასე პირდაპირ დიალოგში ღმერთი გეხვეწება, იქნებ გააკეთო რამე ტარიელი, არა. რამდენად გვაქვს ეს ჭეშმარიტება გაცნობიერებული, რომ ღმერთი მოქმედებს, თავის მიზნებს ახორციელებს ადამიანების მეშვეობით, რამდენად გვაქვს ეს ჭეშმარიტება გააზრებული, რამდენად ეტყობა ეს ჩვენს ცხოვრებას, რამდენად ეტყობა ჩვენს ეკლესიას, ძვირფასებო. როგორ ახსნათ ის ფაქტი, რომ მორწმუნეების უმრავლესობა მონაწილეობას არ იღებს არანაირ საეკლესიო მსახურებაში და არც აწუხებს ეს ამბავი. შეიძლება დღეს, მეგობრებო, ყველა არ იღებდეს რაღაცაში მონაწილეობას, მაგრამ შეიძლება რაღაც აწუხებს, შეიძლება რაღაც შინაგანი ბრძოლები აქვს, მაგრამ რომ არც აწუხებს, ეს უკვე პრობლემა არის. ერთი ასეთი აზრი წავიკითხე, ებრაელთა წერილში არის ერთი მონაკვეთი, სადაც პავლე მოციქული ლაპარაკობს, რომ მას შემდეგო ვინც ჭეშმარიტებას ეზიარაო, უფალი შეიცნოო, სულიწმინდის ნიჭებს გემოგაუგოო და კვლავო ნებით დაიწყო ცოდვაში ცხოვრებაო, აღარ რჩება ასეთი ხალხისთვის მსხვერპლიო. და ხშირად ეს საკითხი არის ყველაზე ერთ-ერთი საკამათო საკითხი არის, მეგობრებო, საქრისტიანოში და მე უბრალოდ ახლა ამის იმაში კი არ მივდივარ, ერთი ასეთი განმარტება წავიკითხე. თუ ის ადამიანი ხარო, ვისაც ამ საკითხის გამო გეშინიაო, შენ საშიში მდგომარეობაში აღარ ხარო. ანუ თუ ხარ ის ადამიანი, ვისაც ამის შიში გაქვს, რომ ვაიმე მას შემდეგ რაც უფალი შევიცანი, არ წავიდე ცუდი გზით, შენ უკვე ეს წმინდა შიში, წმინდა მოშიშება. სხვა ნაბიჯებს გადაგადგმევინებს, მაგრამ როცა სულ ერთია, აი ეს ხდება განდგომის მიზეზი.
ჩემი პირადი პრაქტიკა თუ გაინტერესებთ, რა ვიცი, ბევრი წლები მაქვს მსახურებაში გატარებული. ამ ეკლესიაში მეგობრებო, ცხენსმსახურებას უკვე 22 წელია რაც ვეწევი. და აი აქ, აზრი აქვს ახლა მოგიყვეთ საჩხერეში რა ხდებოდა ამ ეკლესიაში ჩემი მსახურების დაწყების დღიდან მრავალი ადამიანისთვის ათეულობით შემიძლია ვთქვა, მაგრამ რასაჭიროა სახელი გვარები. შემითავაზებია ჩართულიყვნენ რაიმე მსახურებაში. მე ეს გამიკეთებია და ამის გაკეთებას ვაგრძელებ და გავაგრძელებ. თუმცა ზოგნი დღემდე არ აკეთებენ ამას. როგორ აიხსნება ეს, როგორ ფიქრობთ? ეხლა ამბობს ვიღაცა რა შუაშია იმასთან, რასაც ამბობს მსახურება. მეგობრებო, მსახურება არის ის ელემენტარული სფერო და საშუალება, სადაც ჩვენს როლს შევძლებთ, სადაც ჩვენს თავებს წარუდგენთ უფალს, რომ მან გამოგვიყენოს, რომ მისი ჭურჭლები ვიყოთ. ეს მეგობრებო, ძალიან ელემენტარულად ჟღერს, მაგრამ შეხედეთ, თუ ამ ელემენტარულით არ ვიწყებ, კითხვა არის, რას ელოდებიან ადამიანები? აი რას? ერთ დღეს უფალი მოვა და რაღაცას გააკეთებს ფეხი ფეხზე, გადადებული მყარაძის. აი რატომ ვართ ასეთი დაჟინებულები ამ სფეროში? იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გაითვალისწინეს შესაძლებელია შეთავაზება, მაგრამ დღემდე არიან შესაძლებელი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არ ითვალისწინებენ. მე არ ვიცი, რას ველოდებით. იმიტომ რომ მსახურების დაწყება, მსახურებაში მონაწილეობა არის სწორედ ის პატარა ნაბიჯები, სადაც შენის თავის რეალიზაციას ახდენ, სადაც შენ როგორც ჭურჭელს უფალი გიყენებს. მეორე ტიმოთეს მეორე თავი 20:21 მუხლები. დიდ სახლში მხოლოდ ოქროს და ვერცხლის ჭურჭელი არ არის. ასევეა ხის და თიხისაც. ზოგი საპატიოთ, სახმარი ზოგიც არასაპატიოთ. წარმოვიდგინოთ ახლა დიდი სახლი, თქვენი სახლი წარმოვიდგინოთ, შეიძლება ბინა პატარა გაქვს, მაგრამ ოჯახი დიდი. აი წარმოვიდგინოთ ახლა დიდი სახლი. აი უცებ ქალბატონებო, კაცებმა ალბათ არც იციან, მაგრამ ქალბატონებმა კარგად იციან სად რა დევს. სად არის თქვენი ძვირფასი არსენალი, სად არის თქვენი ლამაზი თეფშები, მაგრამ ასევე იცით ადგილი, სადაც დევს პლასმასის ჭიქები, ერთჯერადი თეფშები, ან თიხის რაღაცა. ნახეთ ახლა პავლე მეგობრებო, ელემენტარული რაღაცა ისეთი საკითხი აიღო, აი ისეთი სოციუმის საკითხი და თქვა, დიდ სახლში მხოლოდ ძვირფასი ჭურჭელი არ არის. არამედ არის სხვა ჭურჭელი, ზოგი საპატიოა, ზოგი არასაპატიო. იმ ხელუხლებელ ძვირფას რას ეძახით? სერვიზს. როდის იღებთ? როცა განსაკუთრებული სტუმარი მოვა. ასე არ არის? შენ თავს არ მისცემ უფლებას, რომ იმ თეფშიდან ჭამო, ან ის შანგალი გამოიყენო, რომელიც განსაკუთრებულ ადგილზე გაქვს დაბინავებული. ასე არ ხდება, მეგობრებო, მითხარით თუ ასე არა. უმრავლესობა ასე იქცევა და ეს ჭკვიანურია. ეს ჭკვიანურია, მაგრამ მომისმინეთ, ნახეთ რის თქმა უნდა ეხლა მოციქულს. მაგრამ არის ასევე არასაპატიო ჭურჭელიც. ამრიგად ვინც ამადგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმენდილი ხელმწიფისთვის, სახმარი, მომზადებული ყოველი კეთილი საქმისთვის. ჩვენი მთელი თემის საკვანძო მონაკვეთი არის ეს. ვინც ამადგან გასუფთავდება ამ თემებს, აი ამ ნაწილს ეხლა კარგად გავშლით. პირველ რიგში ვთქვათ, რას ნიშნავს დიდი სახლი. ეს არის ეკლესია უპირობოდ. ანუ ფაქტურად პავლე მოციქული ამბობს, ეკლესიაში სხვადასხვანაირი ჭურჭლებია. ახლა ნუ წარმოიდგენთ იქით. ჩვენ სადაც სამზარეულო გვაქვს, აქ წარმოიდგინეთ, აი აქ. ეკლესიაში მოცემულობაში სხვადასხვა ტიპის ჭურჭელია. დაუკვირდით, დიდი სახლი ამას ნიშნავს. ეკლესიაში შეიძლება ერთად ვიყოთ, ერთგული მორწმუნეები, სულიერად მომწიფებლები და ზოგჯერ ისეთებიც, რომლებიც თავიანთი ქცევით და სწავლებით აზიანებენ ეკლესიას. მეგობრებო, ვიღაცამ შეიძლება თქვას, მე არ ვასწავლი, ის არ ნიშნავს, რომ კათედრიდან ასწავლი. მომხედეთ ჰიმენევსი და ფილეტოსი თუ რამეს გეუბნევათ ახალი აღთქმის მორწმუნეებს. ჰიმენევსი და ფილეტოსი არიან ადამიანები, რომლებიც სახარებაში გვხვდება ძვირფასები. პავლე ახსენა ორჯერ. ერთხელ ჰიმენევსი და ფილეტოსი და ერთხელ ტიმოთეს მეორე წერილში და ტიმოთეს პირველ წერილში. ერთხელ ჰიმენევსი და ალექსანდრე.
ჰიმენევსზე და ალექსანდრეზე პავლემ თქვა, რომ გადავეცი სატანასო, რომ აღარ დაგმონღმერთიო. იმიტომ რომ სრულსწავლებას ავრცელებდნენ ეკლესიაში. თუმცა არც ერთ ისტორიაში, არც ერთ სახარებისეულ წერილში არ გვხვდება, რომ ისინი იყვნენ გამოკვეთილი ლიდერები, რომლებიც კათედრასთან დგებოდნენ. არა ძვირფასები. მაგრამ მოიპოვეს გავლენა რაღაც არასწორი ლაპარაკით, არასწორი სწავლებით. და ეკლესიას ასწავლიდნენ აღდგომა უკვე იყო. და ეს ახალი მოძღვრება არა, მაშინ ახალი იყო, დღესაც არსებობს, რომ იესოს აღდგომა ეს სულიერი აღდგომა არის, კაცო, ეს ფიზიკურად კი არ მომხდარა და ასევე ეკლესიის აღდგომაც არ იქნება ფიზიკური აღდგომა. ეს ძველი ერესია, მოდი ასე ვთქვათ. და მეორე ჯერზე პავლე მოციქული ახსენებს ჰიმენევს და ფილეტოს, რომლებიც ასევე პავლე მოციქულმა მათ შეუზღუდა არეალი თავისი მოციქულური ძალაუფლებით, რომლებიც აცდენენ ადამიანებს ეკლესიაში. ხშირად იცით ჩვენ როცა მეგობრებო ამ საკითხებს ვეხებით ხომ ისეთ ასთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია პირდაპირ გეტყვით. იქ სადაც 100 კაცი შეიკრიბება ჩვეულებრივი ადამიანია ასთა სხვადასხვაობა. ჩვეულებრივი ადამიანი კი არა, ჩვეულებრივი ამბავია. ნახეთ? აი სამი კაცი რო წავიდეს სათევზაოდ სამივე განსხვავებულად ითევზავებს. ერთი იტყვის ორაგულისნაირი თევზა მოიცა შენის არ გაგისინჯავს. არის ასე? სამი ქალი ერთად სამზარეულოში მეგობრებო უკვე კატასტროფა არის. მესამე მსოფლიო ომი არის. რატომ გეღიმებათ? ზოგს გამოუცდია ეს. ასე რომ 100 კაცი, 150 კაცი ერთად და არიან ადამიანები იდეალისტური სათვალე და ვაიმე თითქოს ჩვენ ვახალისებთ ამას, პირიქით ჩვენ ხელს უშლით ამას ვირფასებო. ჩვენ ერთობაში გვინდა წავიყვანოთ ეკლესია. ჩვენი მთელი ხედვა, ჩვენი თვალი სწავლება ამაზეა მომართული, რომ ვინც არასწორს ლაპარაკობს, გაჩერდეს. აქვს უფლება კონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ სხვების დასაბნევად ნუ გამოიყენებს. შევთანხმდეთ, ვიდებატოთ, ვისაუბროთ, მოსაწონი ავიღოთ. ამიტომ ვეწინააღმდეგებით მეგობრებო ყოველ ასე კულუარულ და რაღაც ჭორაობას მეგობრებო და არასწორ რაღაცებს. სწავლება ის კი არ არის, სადაც კათედრიდან გადმოსცემ. სწავლება ის არის, როგორც გესმის, აი ამას გაფუჭებული პატეფონივით რო იმეორებ და იმეორებ. და რამდენად სწორია და რამდენად ღვთის სიტყვასთან თანხმობაშია, ეგ სხვა საკითხია. ასე რომ დიდ სახლში არის ეს მრავალგვარი ჭურჭელი. ზოგი ასე, ზოგი ისე. მაგრამ მიზანი არის რომ როგორ გავხადოთ ყველა საპატიო ჭურჭლად, როგორ იქცეს ყველა ისეთ ჭურჭლად, რომ ხელმწიფისთვის მოსახმარი გახდეს. იმიტომ რომ ხელმწიფი ასე ჭურჭელს ეძებს, ხელმწიფი ასე ჭურჭელს იმსახურებს, ხვდებით? იმიტომ რომ ტიმოთემ ასე თქვა, ვინც ამადგან, პავლემ ასე თქვა ტიმოთეს მიმართ, ვინც ამადგან, რა არის ეს ამადგან, მივალთ აქამდე. მაგრამ ჯერ ვთქვათ, რას ნიშნავს საპატიო და არასაპატიო ჭურჭელი? პავლე არ ამბობს, რომ ღმერთმა ზოგი ადამიანი საპატიოდ, ზოგი არასაპატიოდ შექმნა. ეს გარკვეული ეკლესიური სწავლება არის, მეგობრებო. ფეხმოკიდებული თანამედროვე სამყაროში მე შევხვედრი ვარ ასეთი სწავლების მატარებლებს, რომ ღმერთმა წინასწარ შექმნა ვიღაცა ასეთად, განუსაზღვრა იყოს საპატიო, ხოლო ვიღაცას, აი როგორც ფარაონზე თქვაო, განუსაზღვრა რომ ყოფილიყო რისხვის ჭურჭელი და ამას ვერავინ ვერ შეცვლის. მეგობრებო, ეს არ არის სახარების აზრი, ეს არ არის სახარების გული, რასაც სადღაცა ერთ მუხში წავიკითხავთ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს სახარების გულია და სახარების ჭეშმარიტება აქვს. პავლე ამით ამას არ ამბობს. პავლე ამბობს, რომ ვინც ამადგან გასუფთავდება, მან ეს ბედისწერა კი არ დააფერთხა ვიღაცას იყოს არასაპატიო ჭურჭელი. პავლემ თქვა გამოიყენა, ვინც ამადგან, რას ნიშნავს ამადგან. მეგობრებო, მე აქ ახლა ამას ვეღარ წავიკითხავ, თუ ამ მუხლის, აი მეორე თავის, მე-20 თავის 21 მუხლებს მეორე თავში ცოტა წინ გადახვალთ, როცა სახში მიხვალთ, მე-10 მუხლიდან დაიწყებთ საკითხვას, იქ შეხვდებით მეგობრებო იმ პრობლემებს, რომლებიც აი ამ ადამიანებმა, ჰიმენევსმა და ფილეტოსმა შექმნეს არასწორი სწავლებით, რომელსაც მოყვებოდა დიდი დაძაბულობა, კამათები, ლაყბობა. პავლე მოციქული აფრთხილებდა ტიმოთეს, რომ ნუ აყვები ამ არაფრის მომტან ლაყბობას. ხვდებით? ეკლესია იყო ჩათრეული მეგობრებო ამ ყველაფერში. და პავლე მერე გამოიყენა ტერმინი ამადგან ვინც განთავისუფლდება. ვინც ასეთი კომპრომისებისგან განთავისუფლდება. და ჩვენ რა თქმა უნდა ახლა კონკრეტულ ნაბიჯებს შემოგთავაზებთ მეგობრებო, რას გულისხმობთ და მე არ გულისხმობ, რას ამბობს წმინდა წერილი ამ ყველაფერში, რომ ამადგან ვინც გასუფთავდება ის იქნება ჭურჭელი. ანუ
ჩვენ მივედით კულმინაციამდე, ჩვენ მივედით მეგობრებო ქადაგების დაშვნით ნაწილზე, სადაც ვისაუბრებთ აი რა არის ის, რაც გვაქცევს საპატიო ჭურჭლად. რა გავაკეთოთ? გავიგეთ, რომ თურმე ღმერთმა ჭურჭლად აგვირჩია, ისიც გავიგეთ, რომ საპატიო ჭურჭელი ჭირდება უფალს, ის ეძებს საპატიო ჭურჭელს, რომ ხელმწიფისთვის იყოს გამოსადეგი. სამი ძლიერი ჭეშმარიტება ამ კონტექსტიდან. პირველი, ეკლესიაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად იქნები საპატიო ჭურჭელი. ვიმეორებ, ეკლესიაში ყოფნა არ ნიშნავს ავტომატურად, რომ საპატიო ჭურჭელი ხარ. პავლე არ მოგვიწოდებდა მხოლოდ ეკლესიაში ყოფნისკენ, საპატიო ჭურჭლად გახდომისკენ მოგვიწოდებდა პავლე, ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება საპატიო ჭურჭელიო. პირველი თესალონიკელების 4:4. რათა თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმინდით და პატივით. ნახეთ? თითოეულმა ჩვენგანმა მოგმართავთ ყველას, ვინც აგზიხართ. თითოეულმა თქვენგანმა თქვენი ჭურჭლის და იმედია მეგობრებო, ქვაბი არ გელანდებათ ეხლა. თითოეულმა ქალმა, კაცმა, მოზარდმა, ახალგაზრდამ ამ ჭურჭლის შენახვა უნდა ისწავლოს სიწმინდით და პატივით. აი ამოცანა. თუ ყველანი მეგობრებო ავიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ თითოეულმა ჩვენი ჭურჭლის შენახვა ვისწავლოთ. მე არ ვსვავ, არ ვეწევი. კარგია თუ არ ვსვავ და არ ეწევი. მაგრამ ენასაც თუ მოუხერხებდი რაღაცას, კარგად შეინახავდი საკუთარ ჭურჭელს. იმიტომ რომ ენა ბილწავსო იაკობი ამბობს. ისწავლეთ ჭურჭლის შენახვა. დააყენეთ მორალური და ზნეობრივი ხაზები. დააყენეთ მეგობრებო, გააკეთეთ ეს პირობა არის, დამიჯერეთ. და როცა ბოლოში ჩავალ და მალე ჩავალთ მეგობრებო, იქ გავცევთ ამას პასუხს. მოიცა თუ არ ვქენი და კაი მე კაცო, ხო ქრისტიანი ვარ ეხლა, ხელახლაშობილი ვარ, სულიწმინით მონათლული ვარ. დაუცილებელია ისე ვაკეთო როგორც ეხლა აქ ვკპრესავ. სულაც არ მინდა მეგობრებო ეს განცდა გქონდეს რომ დაპრესილად და წნეხის ქვეშ იგზნო თავი. სულაც არ მინდა ამით ის თქვა ვიღაცა შევარცხინო მე რომ შემოგთავაზე, რატომ არ დაგთახთი? არა მეგობრებო, მე არა ვარ მომწოდებელი. მე უბრალოდ როგორც ეკლესიის მსახურმა ვარ ამით შეწუხებული, დაგელაპარაკე იმიტომ და გელაპარაკებით იმიტომ რომ იქნებ როგორც ელჩმა, ჩემი მეშვეობით იქნებ ღმერთი დაელაპარაკო შენს გულს. თორემ ჩემ მსახურებაში არ გეძახი, ჩემ ყანაში არ გეძახი სამუშაოდ. უფლის საშრომში გეპატიჟები იმ შენი მისიის, შენი ბედისწერის შესასრულებლად, რაც კიდევ გიმეორებთ, უკვე შუბლზე გაწერიათ, რომ შენ ღმერთის თანამშრომელი ხარ. ისწავლე ჭურჭლის შენახვა. ეკლესიაში სიარულით ავტომატურად ვერ იქნები საპატიო ჭურჭელი. კარგია რომ ეკლესიაში ხარ, კარგია რომ ეკლესიის წევრი ხარ. მაგრამ იფიქრე როგორ იყო საპატიო ჭურჭელი. მეორე ჭეშმარიტება. მორწმუნე მუდმივად უნდა წმიდავდებოდეს ყოველგვარი ცოდვისგან და არასწორი სწავლებისგან. ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტებები არის. შეხედეთ, მორწმუნე მუდმივად უნდა წმიდავდებოდეს. აი აქ რომ სრულ სწავლებას ვახსენებ და არასწორ სწავლებას, ერთ-ერთი ეს არასწორი სწავლებათაგანი სწორედ ის არის, რომ გადავრჩით და ჩვენს გადარჩენას არავითარი საფრთხე აღარ ემუქრებაო. ხებით? მორწმუნე მუდმივად უნდა წმიდავდებოდეს. ეს ჩემი აზრი არ არის. ეს წერილის აზრია, ეს ღმერთის აზრია, ძვირფასებო. მორწმუნე უნდა გაუფრთხილდეს საჩუქარს. მორწმუნეს არ უნდა მოაკლდეს ღვთის მადლი. ხო, მადლია და არ ესმით ამ 50-იანელებს მადლი. ვეჭვობ სხვაზე კარგად გვესმის. შეხედეთ, ებრაელთა წერილის ავტორი საკრებულოს წერდა, ფრთხილად იყავით, მადლი არ მოგაკლდეთო, რომ ესავის დღეში არავინ ჩავარდესო, ეკლესიას წერდა. ეს ბუტაფორ დაიწყე. ნახეთ,
შავით თეთრზე პავლე ებრაელთა ეკლესიას წერდა, ფრთხილად იყავით, რომ ღვთისმადლი არ მოგაგდეთ, რომ რომელიმე მწარე ფესვმა აღმოცენებისას ზიანი არ მოგიტანოთ და ესავის დღეში არ ჩავარდეთო. უნდა წმიდავდებოდეს მორწმუნე. მუდმივად. პირველი თესალონიკელების 4:3 ვინაიდან ღვთისნებაა თქვენი განწმენდა. სიძვას განერიდეთ, ხალხო, შეხედეთ. პავლე მოციქული რა ცოდვილებს ელაპარაკებოდა, ცოდვილო განიწმინდე. პავლე ეკლესიას წერდა, ღმერთისნება არის თქვენი განწმენდა, განწმენდა პროცესია. განწმენდა, მეგობრებო, ჩვენი ეკლესიის დოქტრინაშიდაც გვაქვს ამაზე მოკლე განაცხადი. განწმენდა არის იესო ქრისტეში მიღებული, მეგობრებო, ჩვენი დიდი საჩუქარი, მაგრამ ის პროცესია. არც ერთი ადამიანს მომენტალურად ეპათია ყველაფერი, მაგრამ არც ერთი ადამიანი მომენტალურად ესე არ თავისუფლდება ყველაფრისგან. ეს პროცესია. ეს არის პროცესი. ცხოვრების ბოლომდე საბრძოლველი პროცესი. ასე რომ ის ეუნეოდა ღვთისნებაა თქვენი განწმენდა. სიძვას განერიდეთ. 1 პეტრე 1:15-16 არამედ ისეთი წმინდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორიც წმინდა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ, ვინაიდან დაწერილია იყავით წმინდანი, რადგან წმინდა ვარ მე. აი საზომი, ისეთი წმინდა იყავით, როგორიც ის არის წმინდა, ვინც მოგიწოდა. ის ვინ ჩვენ მოგვიწოდა წმინდა, ამიტომ მას უნდა ჭურჭელი იყოს საპატიო. წმინდა უწმინდურში არ ჩაესხმება, მეგობრებო. ეს არის პასუხი ყველაფერზე. ეხლა ავიღოთ კოლექტიური პასუხისმგებლობა. ხშირად ადამიანებს უნდათ რომ სხვა იყოს, სხვა. მე დიდი სიამოვნებით დაუთმობდი ნებისმიერ ადამიანს ამ პასუხისმგებლობას, ოღონ თქვენ გამოგიყენოთ ღმერთმა და მე ვილოცებ შენთვის. ოღონ შენ აიღე ყველა ეს ვალდებულება, შენ მოდი, შენ დაასხი ხელი, შენ განკურნე, შენ დაინახე ყველაფერი, შენ იზრუნე ყველაზე, შენ იყავი ნიჭებით სავსე, დაგითმობდით. მაგრამ ვაი იმას, რომ ეს არ შეგვიძლია, ყველას გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა. სხეულში ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქცია ძვირფასებ. ყველას გვაქვს ჩვენი მოწოდება, ყველანი ვართ ჭურჭლები. და ღმერთს უნდა რომ ჭურჭლებში ესხმებოდეს ასე მთლიანობაში. ამიტომ ის როგორიც წმინდაო, ასეთი წმინდა უნდა იყოს ჭურჭელი, რომ ეს წმინდა ღმერთი მასში იღვრებოდეს. ამიტომ უნდა წმინდავდებოდეს თითოეული მორწმუნე მთელი ცხოვრების განმავლობაში. ვიღაცა წარმოიდგენია, ეს ძნელია. ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. და მესამე და ბოლო. ღმერთი განსაკუთრებულად იყენებს მათ, ვინც თავს განიწმენს და ემორჩილება. ეს ღვთისაღთქმა არის, ეს ძლიერი ჭეშმარიტება არის, ღმერთი განსაკუთრებულად იყენებს მათ, ვინც თავს განიწმენს და ემორჩილება მას. ისევ წავიკითხავ მეორე ტიმოთეს 2:21, ამრიგად ვინც ამათგან გასუფთავდება, ის იქნება პატივდებული ჭურჭელი, განწმენდილი და ხელმწიფისთვის სახმარი, გამზადებული ყოველი კეთილი საქმისთვის. ნახეთ მეგობრებო, ვინც ამათგან გასუფთავდება, ისინი იქნებიან ხელმწიფისთვის მოსახმარი, პატივდებული ჭურჭლები, გამზადილი ყოველი კეთილი საქმისთვის. და ზღვარი არ ექნება, საზღვარი არ ექნება ღმერთისაგან ჩვენს გამოყენებას ვირფასებ. წარმოუდგენელ რაღაცეებს გააკეთებს ღმერთი ჩვენი მეშვეობით. გავიხსენოთ მოდი მოკლედ ადამიანები, ვისაც ღმერთი იყენებდა პოზიტიურიც და ნეგატიურიც. პოზიტიურში მე აღარ ჩამოვთვლი. გაიხსენეთ ყველა მოსი, აბრაამი, ნებისმიერი მეგობრებო, გაიხსენეთ გედეონი, ყველა ვისაც ღმერთი იყენებდა. ისინი არ იყვნენ სრულყოფილი ადამიანები. მაგრამ დადგა მათი მოწოდების მომენტი და ეთანხმენ, გაყვნენ მეგობრებო. და ღმერთი მათ იყენებდა ძლიერად. იგივე უნდა დღეს ღმერთს. ხოლო ნეგატიური ერთი ისტორია მინდა შეგახსენოთ. იყო ასეთი ცხებული კაცი, სამსონი. რამდენს გახსენდებათ სამსონი? ძალიან ცხებული, დიდებული დასაწყისი, დიდებული სტარტი. ღმერთის ცხებულებით, წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებს, ღმერთი ჭურჭლად იყენებს. ეს იყო მეგობრებო ჯერ კიდევ გაცხადებული მისი მშობლებისთვის. მშობლები ჩართული იყვნენ, მშობლებმა ასწავლეს, მშობლებმა მოწმინდარობაში შეიყვანეს, მაგრამ გაიზარდა ეს კაცი, დაიწყო შეხება რაღაცეებთან. დაინახა კარგი ქალები. მოეწონა. მშობლები აფრთხილებდნენ. როცა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა, მშობლები ეუბნებდნენ, ნუ იზავ ამას, ცოლის მოყვანას კი არ უშლიდნენ, მაგრამ არასწორ ადამიანზე აპირებდა ქორწინებას. და მოდი პირდაპირ თქვათ, როგორ დაამთავრა ამ კაცმა ძვირფასებო.
ერთი ჩანაწერი ბიბლიაში, რომელიც ბევრჯერ მithქვავს ამ კათედრიდან, წამოხტაო ჩვეულებრივ, იმიტომ რომ აი ამ ცხებულებით გათამამებული, აი ამ ძალით გათამამებული, აი ამ ჭურჭლობით გათამამებული, იცით, უკვე კომპრომისებშია, მაგრამ შემორჩა ცხებულების რაღაც ძალა, ხანდახან ადამიანები მეკითხებიან ხოლმე, არ ვიცი, არ გამომიცდია და არც გამომაცდევინოს არასდროს ღმერთმა, როგორ მოქმედებს ღმერთი დაცემული ადამიანიდან. ანუ ისეთი ადამიანთან ვიც უკვე ცოდვაში ცხოვრობ, ხალხი როგორ გვიკვირს, ვერ გაგვიგია, მეც ვერ გამიგია, არ ვიცი. მაგრამ რაღაც ალბათ ღმერთი შანსს უტოვებს ვიღაცეებს და იცით, წამოხტაო ასე იმის კალთაში ეძინა და აი ახლა ფილისტიმელები მოვიდნენ ეს ცოლი ატყუებს, რომ ესე საიდუმლო დასცინცლოს რაშიამიში ცხებულების ძალა და ახლა ისე წამოხტებოდა ისევ დახოცავდა ამ ფილისტიმელებს და ბოლო ჯერზე მეგობრებო, როცა ყველაფერი გაცა, როცა ყველაფერი გაყიდა, როცა არ გაუფრთხილდა იმ მოწმინდარობას და ასე შემდეგ და ყველა ზღვარი გადალახა, ისევ გულდაჯერებულია, ისევ თავდაჯერებულია, წამოხტა ფეხზე და წერილი ამობს ასეთ რაღაცას, მაგრამ არ იცოდა ის, რომ ღმერთმა პირი იბრუნაო მისგან. აი ეს არის ნეგატიური ისტორია, მეგობრებო, ადამიანებისა, რომლებიც საკუთარ ჭურჭლებს არ უფრთხილდებიან და არ წმენდნენ მუდმივად. ხოლო განსაკუთრებულად იყენებს მათ ღმერთი, რა თქმა უნდა, ამ ისტორიაში ორივე ჩანს, როგორ განსაკუთრებულად იყენებდა, მაგრამ როგორ ცუდი პერიოდი დადგა, როცა ადამიანი მას არ ემორჩილება. მოდი ბოლო კითხვა და გაჩნდება კითხვა, რა ბედიელით მათ, ვინც უფლის საპატიო ჭურჭელი არ იქნება. ოსია, მერვე თავის მერვე მუხლი. ყურადღებით წაიკითხეთ ეს მუხლი. ჩაიყლაპა ისრაელი. უსარგებლო ჭურჭელი ვით გახთა ხალხთა შორის. ჩვენთვის ისრაელის ისტორია უცხო არ არის, ქრისტიანები. ნახეთ ოსიამ როგორ უპასუხა, ისრაელი ჩაიყლაპა და უსარგებლო ჭურჭელი ვით გახთა. თქვენ თუ ამ ადგილს ნახავთ, მეგობრებო, ოსია ლაპარაკობს სწორედ მსჯავრის სიტყვებს ისრაელის მიმართ. რატომ? რჩეული ხალხი, ბეჭედ დასმული, ამორჩეული, არ დაგავიწყდეთ რისთვის? ჭურჭელი უნდა იყოს ღმერთის. თავს უნდა იწმინდავებდეს. რომ ღმერთი გამოვლინდეს სამყაროში, ღმერთმა თავისი მიზნები აღასრულოს სამყაროში. მაგრამ დაივიწყა, ზღვარი გადალახა, ყველა წითელი ხაზი გადალახა და ოსია ამბობს, ჩაიყლაპა, უსარგებლო ჭურჭელი გახთა. ხვდებით რაც თქვით, რა კითხვაც დავსვით და როგორ უპასუხეთ? რა არის ბედი? მათი ხალხის ბედი, ასეთი ხალხის ბედი, ვინც ამბობს, რომ კაი ქრისტიანი ვიქნები, მაგრამ აუცილებელია რაღაც ეს რაღაცა იდეები, ეს გიჟური იდეები მივიღო? კიდევ ერთ ისტორიას მოგცევთ, იმედია წაიკითხავთ ამას. იერემია მეკოთნის სახლში. იერემიას მე-18 თავი არის, პირველი 6 მუხლები, მე ვერ წავიკითხავ ამას, მსახურება უნდა დავასრულოთ. ნახეთ, არის ასეთი ისტორია, იერემიას ეუბნება ღმერთი, წადი მეკოთნის სახლში და იქ გეტყვირი სიტყვაც მინდა. წავიდა იერემია მეკოთნის სახლში. არ იცის რატომ მივიდა იქ. ხედავს მეკოთნე ზილავს თიხას. ზელს თიხას, დადო შემდეგ აი ამ ეგრეთ წოდებულ დანადგარზე დაატრიალა და იერემია ყვება, დავინახეო რომ თიხა გაფუჭდაო მეკოთნის ხელში. ანუ ის რა მიზანიც ჰქონდა, ვერ მიიღო ის ფორმა და ადგაო მეკოთნეო და გადაზილაო ხელმეორეთო და დაიწყო სხვა ჭურჭლის კეთება და გავიგეო, ნახეთ, მაშინ დაელაპარაკე და შეხედე, აი ასეაო ისრაელი ჩემს ხელში. ღმერთი ეუბნება, აი რა ისწავლა. ასეაო ისრაელი ჩემს ხელში. ქონდა გეგმა ფორმა მიმეცა მისთვის, როგორც ჩემთვის არჩეული ჭურჭლისთვის, მაგრამ არ ინდომა მან. აი ეს არის, მეგობრებო, აი სწორედ ის, რაზედაც ახლა გეუნევით და გაფრთხილებთ. არ უნდა ვიფიქროთ, რომ უფლის მიზნები და საქმე ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ჩვენს წილს არ გავაკეთებთ, ჩვენს ბედისწერას ცუდისკენ შევცვლით. ეს დაიმახსოვრეთ. არ დაუშვა, რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. არ დაუშვა, რომ ყველაფრის წყარო შენ ხარ, წყარო ღმერთია. შენ თანამშრომელი ხარ, შენ ჭურჭელი ხარ. მაგრამ თუ ჩემ წილს არ შევაგავაკეთებ, ჩემ ბედისწერას ცუდისკენ შევცვლი და მე უნდა შეგახსენოთ ასევე პირველი კორინთელების მესამე თავი 13-15 მუხლები არ წავიკითხავთ ამას, იქ წერია რომ ყველა საქმეს ცეცხლი გამოცდისო, აბა გაიხსენეთ ქრისტიანებო, ვისი საქმეც ვერ გაძლებსო, დაიწება ყველა საქმე, ოღონ თვითონ გადარჩება ცეცხლისგან.
ჩვენ არ გვინდა მეგობრებო, ჩვენი ნაკეთები, ჩვენი ღვაწლი დაიკარგოს. ესთერი 4:14. რადგან თუ დადუმდები ასე დროს, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა ებრაელთათვის შენ და მამაშენის სახლი კი დაიღუპებით, ვინ იცის იქნებ ამ ჟამისთვის ეწიეო დედოფლობას. ნახეთ, ესთერი იყო კონკრეტულ სიტუაციაში, უფალმა მისი გამოყენება ისურვა და ამისთვის უფალმა კიდევ სხვა ჭურჭელი გამოიყენა, რომ ესთერისთვის ესე ეთქვათ. გესმით? ღმერთი არ მოსულა ესთერთან. ღმერთი მორდექაისთან მოვიდა. მორდექაიმ ესთერთან დაილაპარაკა და ეუნება, ასე გააკეთე. ესთერი ამბობს, მეშინია მომკლავენ, ხოლო მორდექაის სიტყვა არის გიფიქრია რომ იქნებ ამ წუთისთვის გახდი დედოფალი. გიფიქრია ამაზე რომ იქნებ ამ წუთისთვის ხარ აქ. და თუ ამას არ იზავო, ნახეთ, ღმერთი სხვას იპოვის. მაგრამ შენ დაიღუპებიო. მეორე იოანეს 1:8 თავს გაუფრთხილდით რომ არ დაკარგოთ ის რისთვისაც იღწოდით, არამედ სრული საზღაური მიიღოთ. არ გვინდა რომ დავკარგოთ ის რისთვისაც ვიღწვით, არამედ ჩვენ უნდა მივიღოთ სრული საზღაური. ღმერთი თავისი საქმისთვის საპატიო ჭურჭელს ეძებს, ძვირფასო მეგობრებო. ასე რომ მოდით ვიყოთ საპატიო ჭურჭლები. ამენ.